ქალაქელები უსმენენ რეპს, ხოლო ჩვენს გადაცემას უყურებს მთელი საქართველო, რადგან ჩვენი სტუმარია რეპერი ბედინა. რაც ვიცი რა. დიდი მადლობა მოგზანებისთვის, სტუმრობისთვის, ჩემო ბედინა. ისტელ ბედინას მიესალმება ვესტელი ზურა. ისე შენ რომელ მხარეს გახარ, იმიტომ რომ ჩვენ ვინც აქ ვართ, ძირითადად ვესტელები ვართ. ზესტაფონი, ხარაგაული, საჩხერე, ზოგადად იმერეთის, სამეგრელო, აჭარა. მოკლედ სულ ვესტელები ვართ და შენ რომელ მხარეს გახარ? ცენტრში. ქართულად რიკოტია. აგე ცხოვრობ, აგე შუაში. მართლა, იუსტიციის სახლის წინ აქეთა სანაპიროზე. ხო, თათმეტის ხო, აგე ცხოვრობ, აგე. დანიშნულობა, აღმოსავლეთ და დასავლეთ და ჩვენ ერთად ვართ, მაგრამ გენაცვალე, რა თქმა უნდა. თან როგორ ნიჭიერი კაცია, არც გაუხედავს, იგივე მე მგონი სათვალებზე სარკეები უკენია შიგნიდან და პირდაპირ გამოხედა. თათმეტად ფული კოლერსო დაინახავ, კაც უკვე ვის სანაცვლო. გაიხარე, გენაცვალე. გადაცემაში პირველად ყავს რეპერი სხვათა შორის, რომ იცოდეთ რა. აღსანიშნავი ამბავია და თან რა არის, იცი, რაღაცა ესეთ სრული მიჩნდება, რომ კითხვები ჩვეულებრივად კი არ კითხვა, აი მაგალითად ესე გავრეპო, აი 90-იან პერიოდში ბედინა რეპერობა რამ გაგა ბედინა, იო! ისე როგორი იყო 90-იანებში ამ საქმეს რომ შეჭიდებოდი, თუ აი მოძებნა. ძალიან მაგარი, შემოსავალი ქონდა ბევრი შუქი იყო, დენი იყო, გაიტექნება. რას ამბობ, ბევრი ხალხი კონცერტებზე რაღაცა ესე ასიანებს ისროდნენ რაღაც. მე კონცერტებზე ეგეთ რაღაცები ხდა. ასიანებს არა, მაგრამ ცეცხლსრული რაღაცებს ისროდნენ. ფეთქდებოდა რაღაცები. კი, იყო ეგ ამბავი ნამდვილად. გაჭირვება იყო, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ პასტაფურცელი იყო რა, ხო ხტები და თორსა პასტაფურცელი არის, იმას არ შუქი ჭირდება, არც თქვა ის ესე დაწერე ლექსები, დაწერე არ გადაყარო ურნაში და მოვა დრო და გაასწრება მე ხა სისრო თუ იცი რა ხდება თბილისში დღეს აი მაშინ დაწერილი 40 წლის ეხლა დღეს პატარა ბავშვის უსწრებს რა ვიცი მოხუცები უსმენენ და ხო რავი არ დაიწვა რა და ნამდვილად პასტაფურცელი იყო თავარი იყო რა შოთა რუსთაველსაც არ ქონდა დენი და ავტომობილი საცოფი არის დგა მაგრამ წერდა კაცი და ვაჟამშავალა წერდა და რადუასაციანი წერდა მათაც არ ქონდათ შუქი და ის მაგრამ წერდა სადმე შუქზე და ყოველთვის რეგენერული ლექსები ყოველთვის ალბათ უკტავები იქნება ბოლომდე რა გაიხარე გეთანხმები ნამდვილად ამ ამბავში და ესე იგი შეიძლება ითქვას რომ შენ ხარ ქართული რეპის მამა მამა რა ახალგაზრდა პაპა ალბათ ხო აი მაინც ისტელი რო არის მაინც თორე ახლა ვესტელი რო იყო სიტყვა და ქართული რეპის მამა 30 წლის წინ ვიყავი ქართული რეპის მამა ეხლა პაპა გასტი ხო ამიკოს როგორ გაუხარდება ახლა ეს ამბავი ჩვენ პერიოდის ხალხია მაინც ამოისუნთქა ისე ქართველი რეპერები ახლა თან ესეთი მისალმებაც ხო გაქვს რაღაცა ორი თითით რაღაცა რო ხვდებიან ხოლმე და გესალმებიან რაღაცა ხო არის გამბავი და რა მაინტერესებს ამით იმას უსმევენ ხას რომ მეც ისტელი ვარო თუ სიგარეტს ვყოვენ ორნე ვარ და მესამე იქნები ეხლა რა მაინტერესებს ეგანა შემოსავლები ახსენე და დღესდღეობით როგორი მდგომარეობა ამ რეპში ზოგადად საქართველოში ფული თუ იშოვნება მე პენსია მყოფლის რეპერის პენსია ეთყობა ხო აშკარა ხო სახელმწიფო არა მე ხო არა ვარ საქართველოს დამსახურებული არტისტი საქართველოს დამსახურებული რეპერი როგორი წოდება კომპოზიციები რომელიც დევს ინტერნეტ სივრცეში გაფორმებული კონტრაქტი სხვათა შორის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ხალხს ვინც ამ ყველაფერს ყურადღებას აქცევს და გარკვეული ნახვებიდან მოსმენიდან რაღაცა შემოსავალი არის და თვის ბოლოს რაღაც პატარა პენსია მოდის ხოლმე ანგარიზე და ოფრის რა ფიქრებელი საკითხია საწოლი არის მეგობრობის სახე ინგლის ფული არის რაღაც რემონტის ფული არის რაღაც და ხო რაღა დარჩა ხო რა ნუ არ მინდა ეხლა რაღაც ზოგი ბევრ სიტყვას ხო აი თავრობა რატო არ მაფინანსებს მე და რატო არ მიხდის მე მომღერალი ვარ თავრობაში რატო უნდა დაგაფინანსოს ისე თავფინანსები შენ გერი ხარ იგივე დავალებე თავი ხო და მე რაც შეეხება ქართულ რეპს პენსია მაქვს რა და
ხანდახან ისაც პენსიას იგი ინტერნეტ პენსია ქვია ფაქტიურად ამას და მე კიდე სუნერულობდი მეთქი რა ვქნა ისევ იმას სუფრულებს მივაწვეთ ხო რომ რაღაცა სუფრა მაინც შემჩება თქო მაგრამ გამოუშვი სადღეგრძელოების წიგნი და ინტერნეტ წიგნი ხო საავტორ უფლებებს დაიცავ რომ არავინ არ მოხპარო სადღეგრძელო თუ ვინმე იტყვი შესაძლებლობას იმდენი სურველი გაღმოჩნდება მე ხო იცი დააჯარიმებენ შესაძლებლობას თუ ესე იტყვი აჰა ერთ გადაცემის მერე არ წახვიდე ძალიან რაღაცები მაგ ჩასაწერი და მოსანიშნი აუცილებლად და ისე რეპერების საყვარელი სადღეგრძელო რა არის თუ არის ეგეთი საერთოდ ნახე რა როგორ ჩამწრელი კითხვა ხო აი რეპერები თუ როგორ თამადობთ ხოლმე რა სადღეგრძელოს ამბობთ აი თუ გაქვთ დაუშვათ ესეთი სადღეგრძელო რომ აი თუფაკის სადღეგრძელოზე გაჩერება არ შეიძლება რაღაცა ეგეთი ხომ რა მე ხოთშორის თამადობ საქართველოს სუფრის მოტრფიალე ვარ და ბოლომდე გამყოლი თავის შალახოთი და თავის იუმორით და თავის ყანწით შეგაი აბა როგორ მოხდებოდი ჩემ გადაცემაში მე ეგეთი მოკეიფე ვარ და რეპერების საყვარელი სადღეგრძელო ალბათ გამარჯვება წარმატება რა ის რეპერების საყვარელი სადღეგრძელოა არა შიდობა ალბათ არ ვიცი რა შიდობას არ იქნება ცუდი დაშლა არ მოშთა რაღაცა ეხლა მოდი ესეთ რაღაცა გავაკეთოთ ეხლა ჩვენი რეპერები გვყავს გადაცემაში რა და ტროლი და ბოტი დავარქვით რა ხო და ეხლა შემოვლენ და აი შენზე რას გარეპავენ და როგორ გარეპავენ ერთად მოусმინოთ და ან მოვიწონოთ ან არა თანახმა ხარ? მე თავი გენოსწრობ საინტერესო ძალიან გუგა ონისე ბოგდანი აბა ონისე გუგა ონისე ჭოიები არ ვიცი მაგრამ კაც რო გაგდიშავთ ახლა მე და ონისე მაგას ყარი არ გაუვა ბედინებიდან შენ მიყვარხარ და კიდე სოფოდაპოლის ბედინები რეპერი ბედინა პირველად 1993 წელს ჰიპ-ჰოპ ფესტივალზე გამოჩნდა 1993 წელს რეპერი კი არა წინაპარი ყოფილა კაცო ახლა ასაკზე ხუმრობას არ დავიწყებ მე ჩაბაის ხუმრობა არ თქვა ბედინას სიმღერებს ზურა მანჯავიძე რო უსმე და ბავშვობაში თქო ბედინა ერთადერთი რეპერია საქართველოში რომელსაც უკვე პენსია ეკუთვნის ბედინას ყველა ცნობს ავტობუსში რო ავიდეს არ არსებობს ვინმე ახალგაზრდამ ადგილი რო არ დაუთმოს კაცო თურმე ბედინას ადრე ეთქვა ბედინ აისი მე მზე შევიდა და მარტო ბედინა დარჩა ბედინა ისეთი მაგარი რეპერია ერთხელ საზამთროს პური გოურითმა ბედინას სიმღერა კოსმოსში გაუშვეს და იქიდან შემოგვითვალეს მაგას რამე ახალი არ ჩაუჭერია კაცო ბედინასებს უკუღმა რომ მოусმინო ჯაზია ზოგი რო იძახის რეპი ლაპარაკიაო დაუშვათ ლაპარაკი იყოს რას ლაპარაკობს ეს კაცი არაშორს ერთი ვერ გემიგემე გუგა ქართველი რეპერები სიმღერის დროს რატო იგინებიან კონცერტიდან 150 ლარი რო დაგჭება შეიგინები აბა კაი რა მოგირა კაცო ემინემი 30 წამში 100 სიტყვას ამბობს მე რა ბედინა სამაგიოთ რასაც ამბობს ასრულებს ბედინა ემინემზე სწრაფად ლაპარაკობს მაგრამ ვერ ხვდება რას ლაპარაკობს კაცო ბედინა სინამდვილეში თუფაკი ყოფია რას ლაპარაკობ თუფაკი მოკლეს რა იტყობა აბას ცოცხალის ახლა თუფაკი მანქანაში მოკლეს ბიაიჯი თავის მანქანაში ჩაცხილეს ბედინა მაგიტომ დადის მეტროთი სიმხილეს ავიასტივაო როცა ბედინა აცემინებს მეგობრები ეუნებიან თუფაკის მოსამდე არაფერი გეტკინოსო ბედინა საყვარელი მომღერალი სნუპ დოგია და ნასვამზე გია სულამერაშვილი ბედინა ისეთი მაგარი რეპერია დილაზე ომდგება ჯერ რითმებს ალაგებს და მერე საწოლს ბავშვობაში მშობლები ბედინას სიმღერას არ მასმენიებდნენ ახლა გევიზარდე და არც მე უსმენ
ბატონო ბედინა, თუ რამე გეწყინათ, ემინემს უთხარით. ემინემის Snoop Dogg შეტყვის. Snoop Dogg-ს ახლა იმ ხელა ურთიერთობა აქვს ზურა მანჯავიძესთან, რომ ყველაფერს მოუყვება. ზურა ჩვენ გვეტყვის და ამასობაში კი გაგივლის წყენა და არა ამდენი ხალხის შეზღუდვა საჭიროა. დიდი მადლობა ჩვენს გუგას და ჩვენს ონისეს, მე მგონი გაკაჩეს, ხო? არა უშავთ, ხო და ეხლა ჩვენს რომ გავკაჩოთ, მოდი გავიხსენოთ აი ეს უმთავრესი და ერთ-ერთი პოპულარული შენირები და გოგონებიც მოგეხმარებიან ამ საქმეში. აბა რა. ხოზე სკოლაში ბედინას განგსტერს ვატარებდი იარაღს სისტემას ვალტერს ვიპარავდი მანქანებს ვაკეთებდი პარტერს ვერაუსდი სიხეს ზონას და კარცებს ეკლავდი ვარკალებში შემომხედე თვალებში არ ვიხჩობი ვალებში ვისდუმრებ წამებში გონეაკი ჰენესი არ ვიჩხირავ ენებში შამპანი ურშევეში და ვიყურები მერებში მეოსება ქალაქში დიჟენია ღამით რუზე კაი გოგო იარაღით დანით დაცვას არა ვიყვან და მისავს თელი ტანით მაგოცებს ვაკოცებ იქნება ფანი იქნება ჩემთან იქნება ხაზე მაგარი ქალი ოცნებობს მაგარ კაცზე უყვარს შაცმა უყვარს ზმანები მაგარ ქალებს ხავთ მაგარი მანქანები თუცი რა ხდება თბილისში დღეს დიჯეი ატრიანებს ჩვენ სიმღერებს ქალები ზეკვავენ ბერს ქალაქელები უსმენებს თუცი რა ხდება თბილისში დღეს დიჯეი ატრიანებს ჩვენ სიმღერებს Sequoia birds, ქალაქელები უსმენებს. გამის თბილისი კლუბები და ბარები, მოძრაობა ქალაქში მანქანას ავსე ქალებით, პატრული გიყურებს დაჭკეტილი თვალებით, ბატონო პოლიციელო, არ გვაქვს ვალები, მუსიკა ბოლო ხმაზე ჰიპ-ჰოპი ტრიალებს, DJ მიქსავს ტრეკს კლუბს გადაატრიალებს, ტრიალებს, ფეთის ბორბალი ტრიალებს, გაიღვიზეთ ხალხო აქ ნახტი რეპი გრიალებს, გოგოები ჩიკიცავსე, ყვირია ბოლო ხმაზე, მეკეტება ჭკუაზე, ეცები ბედინაზე, მაგარი ფეხებითანი მაგარი მკერდი, ქალები და სემო მსოფლიოში ერთად ერთი, გართობა დილამდე არანაირი მსხვერპლი, მოდიან ქალები ძალიან ბევრი ვერთული, ქალები თვალები ლამაზები კენათალები, ამოძრავეთ ის რასაც ხედავ ჩვენი თვალები. რა ხდება თბილისში დღეს, დიჯეი ატრიანებს ჩვენ სიმღერებს, ქალები ზეკვავენ ბერს, ქალაქელები უსმენებს. რა ხდება თბილისში დღეს, დიჯეი ატრიანებს ჩვენ სიმღერებს, ქალები ზეკვავენ ბერს, ქალაქელები უსმენებს. თუ იცი რა ხდება თბილისში დღეს, დიჯეი ატრიანებს ჩვენ სიმღერებს, ქალები ზეკვავენ ბერს, დედა ქალაქელები უსმენენ რეპს, იმ ნადულ ქართულ რეპს, იმ რეალურ რეპს, რომელიც არ გავს ხვებს, აქ ყველაფერი ნახდია, არავით არის ბრაკი, არც სილიკონის, არც რეზინი. აი ასეთი სტილი მინდა გისურვოთ ყველას, დოლარების ვიმა რომ არ დაგჭირდეთ ყველა, ბრილიანტი თვალებში მაიბახი სავარძელში, ბედინასთან ერთად წარმატებას ქართულ რეპში. თუ იცი რა ხდება თბილისში დღეს, დიჯეი ატრიანებს ჩვენ სიმღერებს, ქალები ზეკვავენ ბერს, ქალაქელები უსმენებს. თუ იცი რა ხდება თბილისში დღეს, დიჯეი ატრიანებს ჩვენ სიმღერებს, ქალები ზეკვავენ ბერს, ქალაქელები უსმენებს. აბა რა ჩვენი სტუმარი იყო ყველაზე სტაჟიანი ქართველი რეპერი ბედინა. აბა რა როგორ